ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული კიდევ ერთი ახალი პროგრამა ამოქმედდება. დემოკრატიული მმართველობის პროგრამის კონცეფცია საჯარო სამსახურის განმარტების, მართვის სისტემის, საჯარო სამსახურში მიღების, ანაზღაურების, უფლება-მოვალეობების მკვეთრად განსაზღვრას ითვალისწინებს. პროგრამის განხილვა დღეს სასტუმრო რადისონში გაიმართა. მომხსენებლების თქმით, დოკუმენტი საჯარო სამსახურებში სამართლებრივი კუთხით არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს. კონცეფციაში ასახული იქნება ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლის კონკრეტული უფლება-მოვალეობებიც. პროექტი საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება USAID-ის ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მუშავდება. მრგვალი მაგიდებისა და დებატების დასრულების შემდეგ პროგრამა საქართველოს მთავრობას წარედგინება. ჩვენ გვინდა აჭარის მთავრობას გავაცნოთ ეს პროექტი და ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც მოიცავს ეს პროექტი. საკითხი ეხება პროფესიული შემოხელის ინსტიტუტს, რაც გულისხმობს მოხელეების უვადო დანიშვნას, გულისხმობს მოხელეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების შექმნას. პირველ რიგში ეს ეხება საკითხს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საჯარო მოხელეების, ის საკითხი, რომელიც გულისხმობს მოხელეების გათავისუფლებას პოლიტიკური ზეგავლენისგან და მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების შექმნას. საჯარო სამსახური საჭიროებს რეფორმირებას, ამაზე საუბრობენ არ მხოლოდ საჯარო მოხელეები, რომლებიც უშუალოდ არიან ამ კანონთან ურთიერთობაში, არამედ ექსპერტები, რომლებიც აკვირდებიან ზოგადად ამ მიმდინარე პროცესს. შესაბამისად, ამ ხარვეზების გამოსახულებლად საჭირო იყო ამ სფეროს მთლიანი რეფორმირება. შესაბამისად, შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ახალი კანონპროექტის შემუშავებაზე. დარწმუნებული ვარ, ესეთი დისკუსიები, ესეთი განხილვები უფრო სრულყოფილად გახდის საჯარო სამსახურის შესახებ პროექტს, რომელიც მომზადება უახლოეს პერიოდში.